თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქტივისტ ალბი კორძაიას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების დეპუტატის თია წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდა. საქმე ეხება 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს. ამ დღეს თია წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე გიორგი ანწუხელიძეზე თქვა, რომ ის არის უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. იმავე საღამოს აქტივისტები წულუკიანის განცხადების გასაპროტესტებლად მის სახლთან მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კორძაიას სწორედ ამ აქციაზე ედავებოდა სამართალ დარღვევას. უწყების პოზიციით ალბი კორძაიამ თია წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით უწოდა რუსეთის მონა და ქვეყნის მოღალატე. ცნობილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 173 მეტექს პრიმამურის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული საფრთხის საფრთხეზომად განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღის ვადით. ალბი კორძაია წულუკიანის სახლთან ორჯერ იყო მისული. პირველად 11 აპრილის ღამეს და მისი თქმით ამ დროს აქციაზე ხმის გამაძლიერებლით არ უსარგებლია. მეორედის წულუკიანის სახლთან 12 აპრილს მივიდა. სხდომაზე კორძაიამ თქვა, რომ ოქმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ორი საღამოს გარემოებები აურია. მისი განცხადებით სამართალ დარღვევის ოქმი თავიდან ბოლომდე არის ყალბი. თან უკვე ამ ვიდეოდან დავადგინეთ განამდგილებით, რომ რუსეთის მონა ყოველ მოგისმინეთ, ხო? არ არის ნათქვამი და ეს ოქში არის სიცრუე. შემდეგ დრო, რომელიც თქვენ გაქვთ მითითებული 11-დან 12-მდე ღამე, ოქში რაც გიწერია, ეს არის სიცრუე. და ამასობაში კიდევ ხალხი ცოლ, თუ ვარცხები, ხო, ხალხი იყო. სხვა მოქალაქეები. ესეც ოქში რაც წერია არის სიცრუე. რომელ საქმეს განვიხილოთ უბრალოდ? რაღაცა სიუჟეტია შექმნილი, მიწერილი არის დრო, რომელიც თქვენ მოისურვეთ და მიაწერეთ გვერდზე და რომელიც არანაირად არ არის რეალურთან ახლოსაც კი. სიტყვები მიმაბით, რომელიც არ მithქვამს რეალურად, ისიც ჩაწერეთ, რაც მოინდომეთ. ანუ ოქმი არის თავიდან ბოლომდე ყალბი და რას განვიხილოთ?